ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო პროექტი სტარტაპ მარათონი დასრულდა. ფინალურ ეტაპზე ჟიურის წევრებმა 10 ფინალისტს შორის რჩეული გუნდები გამოავლინეს. მათ თავიანთი სტარტაპ იდეების განსახორციელებლად ალტე უნივერსიტეტისა და პროექტის პარტნიორების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები გადაეცათ. ყოველწლიური სასკოლო სტარტაპ მარათონი უკვე მეოთხე წელია ხორციელდება ალტე უნივერსიტეტისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. ჩვენთვის ეს პროექტი გარკვეულ ნიშურ პროექტად იქცა. მისი მნიშვნელობა ძალიან დიდია ჩვენთვის როგორც უნივერსიტეტისთვის, რადგანაც ზოგადად ალტე უნივერსიტეტის ფოკუსი ეს არის ინოვაციებისა და მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ალტე უნივერსიტეტში სტარტაპ მარათონი უკვე მეოთხედ გაიმართა. პროექტის მიზანი სკოლის მოსწავლეებში მეწარმეობის, ინოვაციური აზროვნებისა და ბიზნეს უნარების განვითარება. ამისთვის მარათონმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული 500-ზე მეტი უფროს კლასელი გააერთიანა. სწორედ მათგან შეირჩა 10 ფინალისტი, რომლებმაც სტარტაპ იდეები მენტორებთან ერთად დაამუშავეს და ჟიურის წარუდგინეს. ძალიან სასიამოვნო არის სტარტაპ მარათონში მონაწილეობა. აღფრთოვანებული ვარ აქაური მოსწავლეების მიერ წარდგენილი ინოვაციური პროექტებით. ძალიან დახვეწილი გამოსვლები ჰქონდათ და ძალიან კრეატიული იდეები. წელს სტარტაპ მარათონი კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. გაიზარდა პროექტის საპრიზო ფონდი და გაფართოვდა მონაწილეებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები. ალტე უნივერსიტეტი ახალგაზრდებს ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად ინტელექტუალურ რესურსსაც სთავაზობს. გამარჯვებულ გუნდებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრის სერვისები, რაც მათ იდეის განვითარებასა და ინვესტორების მოძიებაში დაეხმარება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო უკვე მრავალი წელია პარტნიორი არის სტარტაპ მარათონის და ზოგადად მოხარულები ვართ მსგავსი ტიპის პროექტები ასე აქტიურად რომ ტარდება და ღვივდება ინტერესი სკოლის მოსწავლეებში ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით. საკმაოდ საინტერესო გუნდები მოვისმინეთ დღეს და ვილოცავ ყველა გამარჯვებულ გუნდს და ზოგადად ყველა მონაწილეს, რომელმაც მიიღეს მონაწილეობა ამ პროექტში. სტარტაპ მარათონი მოსწავლეებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანასა და ბიზნეს იდეების რეალურ პროექტებად ქცევაში ეხმარება. ისინი მუშაობის პროცესში ყველა იმ ეტაპს გადიან, რაც იდეიდან წარმატებული სერვისის ან პროდუქტის მისაღებადაა საჭირო. მარათონის ფარგლებში მონაწილეები მეწარმეობის საფუძვლებს ეცნობიან და გუნდური მუშაობის, ინოვაციური აზროვნების, რესურსების მართვისა და პრეზენტაციის უნარების განვითარებაზე მუშაობენ. ჩვენ ვართ გუნდი არმო და მოვიგეთ ლიბერთის რჩეული გუნდი. 5000 ლარი დავიმსახურეთ და ძალიან გახარებულები ვართ, რადგან ძალიან დიდი დროის განმავლობაში მუშაობდით ამ პროექტზე და მართლაც დამსახურებული შრომით მივიღეთ ეს პრიზები. ჩვენ გამოვიგონეთ ინოვაციური პლასტირი, რომელიც არა მხოლოდ უბრალოდ სანტეპიკისავით იცავს ჭრილობას, არამედ ის ანადგურებს მასში მყოფ ბაქტერიებს. ჩვენ ყველანი ვიყავთ ჩართულები, ვაცნებდით ღამეებს, შრომობდით და ყველაზე სასიამოვნო და კარგი შეგრძნება, როდესაც შრომა ფასდებოდა. ალტე უნივერსიტეტის სამომავლოდ გეგმავს საერთაშორისო მასშტაბის პლატფორმად ჩამოყალიბდეს და დამწყები ანტრეპრენერები, ინვესტორები და გამოცდილი მეწარმეები გააერთიანოს, რაც მას ინოვაციების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს.